ეროვნული ვალუტა 2 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 დოლარი 2 ლარი და 2 თეთრი ღირს. ვალუტის გამყარება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოყვა. გუშინ რეზერვიდან ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა. ასევე ეროვნულმა ბანკმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა, რამაც იპოთეკური სესხის მომხმარებლებისთვის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა გამოიწვია. საკითხი დღეს მთავრობის ხდომაზე განიხილეს. ეკონომიკის მინისტრმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ადეკვატური უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და მათი წინასწარი ინფორმირება დაავალა. რეფინანსირების განაკვეთის მცირეოდენი ცვლილება მოხდა, ესეც ვფიქრობ, რომ ადეკვატური ნაბიჯი არის ამ სიტუაციაში და ვფიქრობ, რომ ამან გარკვეულწილად დაასტაბილურა სავალუტო ბაზარი და ეს აისახა კიდევაც გასვლით კურსში. რაც შეეხება ფუნდამენტურ საკითხებს, ამაზე ჩვენ მთავრობა მუშაობთ შეთანხმებულად, ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ მუშაობთ, ეს გახლავთ მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა. ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო ეროვნული ბანკის შესაბამისი უწყებები მუშაობთ იმისათვის, რათა ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, ჩვენ ცხადია, რომ უფრო მეტი ამბიციები გვაქვს ამასთან დაკავშირებით და მეტი საჭიროებებიც. ის რაც ხდება მსოფლიოში და რეგიონში განსაკუთრებით, ეს არის, თქო უნდა ეს აისახება ჩვენს ეკონომიკურ ვითარებაზე და ჩვენ შესაბამისად უნდა დავიღოთ ჩვენი მიმდინარე წელი. ამას დაკავშირებით ჩვენ საჭიროა რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეს ხალხთან, მოსახლეობას აუხსნათ ის ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთება ეს უახლოეს მომავალში და წინსწრებით გქონდეს მოსახლეობას ინფორმაცია. მე მინდა მოგვითხოვოთ ამის თაობაზე.